მშვიდობისა გმალობთ მოგყურეთ მატრიცა დღეს შეიძლება იცოს სახეცვლილი ფორმატით გავა, რადგან ზუსტად 8 ნახევარზე პარლამენტში დაგეგმილია კენჭისყრა კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით, შესაბამისად ჩვენ გადაცემა დღეს მხოლოდ ნახევარსაათს გაგრძელდება და პარლამენტში კენჭისყრის დაწყებისთანავე ჩვენ ჩავრთავთ ქუთაისს, რადგან მთავარი პოლიტიკური მოვლენა დღეს ქუთაისში ვითარდება, მანამდე კი დღევანდელ გადაცემაზე 21 მარტი დღის საერთაშორისო დღე, ასეთი ტიპის დღესასწაულები როგორც წესი გარკვეულწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს და კედლის მოსახევ კალენდრებზე თუ აღინიშნება, მაგრამ მეორე მხრივ კიდევ ერთხელ გვაძლევს საბაბს ვისაუბროთ ბუნების დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. საქართველოში უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით ტერიტორიის თითქმის ნახევარი ტყითაა დაფარული და ჩვენი ქვეყანა იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნება, სადაც დღემდე არსებობს ხელუხლებელი ტყის მასივები. თუმცა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში უკანონო ჭრებისა და გაუაზრებელი პოლიტიკის გამო საქართველოს ტყეები სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მატრიცაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგავა. Გამშვიდობისა ხალხო ხათუნა დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. სანამ ტყეებზე გადავალთ, მინდა ერთხელაც დაუბრუნდეთ თემას, რომელიც მატრიცის დაწყებიდან ეს შეიძლება იყოს მუდმივი თემა გვაქვს. ეს არის ხდის ხეობის ელექტროსადგური, რამდენიმე ჩვენთვის ცნობილია სამეცნიერო მოარყოფითი დასვნა გასცა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საბოლოოდ არის ნათქვამი უარი ამ ხესის მშენებლობაზე, თუ ეს რაღაც დროებითი ზომაა და კომპანიას ექნება საშუალება ხელმეორედ შემოიტანოს თავისი განაცხადი. უარყოფითი ეკოლოგიური ექსპერტიზაზე უარყოფითი დასკვნა, ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გაიცა ამაზე დასკვნა უარყოფითი. ეს ეტაპი რამდენი ხანი გრძელდება? კანონმდებლობით ინვესტორს არ ეკრძალება, რომ შემოუშავოს გადამუშავებული, შემოიტანოს გადამუშავებული დოკუმენტი. თვითონ დოკუმენტში ძალიან ბევრი ხარვეზები იყო, არ იყო ძალიან ბევრი ისეთი საკითხი შესწავლილი, რომელიც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით, იქნება ეს ბიომრავალფეროვნება, ვარცოფული რისკები, შემარბილებელი ღონისძიებები, ბევრი საკითხი თვითონ არ იყო საერთოდ განხილული, გამომდინარე აქედან არ იძლეოდა დოკუმენტი მის საშუალებას, რომ მიგვეღო დადებითი გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. თუმცა როგორც ვამბობ, კანონმდებლობით რასაკვირველია, ინვესტორს შეუძლია, რომ ხელახლა ჩაატაროს შესაბამისი შესწავლა და წარმოადგინოს დოკუმენტი ხელახლა. როდესაც ჰიდროელექტროსადგურებზე ვსაუბრობ, ტყე აქ საქართველოს შემთხვევაში ნამდვილად პირდაპირ კავშირშია, მე მახსოვს როგორ ივსებოდა შინვალჰესის წყალსასავი, მახსოვს როგორ ივსებოდა ენგურჰესის წყალსასავის და მახსოვს ის ტყის მასივები, რომლებზეც ეს წყალი პირდაპირ იყო მიშვებული. ეხლა არის საუბარი, თქვა იგივე ნენსკრახესთან დაკავშირებით, რომ 400 ჰექტარ ტყის მასივს დაფარავს წყალი, ესე ძიმეთაყრდული. ნენსკრასთან დაკავშირებული პროცესი გაჩერებულია, ჯერჯერობით აღარ არის საუბარი, ამიტომ მოდით ნუ ვისაუბრებთ იმაზე, რაზეც ჯერ არ არის. ტყეზე ვისაუბროთ, პირდაპირ ამ მდგომარეობაში არის საქართველოს ტყეები. მე მომისმენია ორი უკიდურესი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ერთი, რომ საქართველოში იმდენი ტყეა, რამდენიც ვთქვათ, ცივილიზებული ქვეყნების ტერიტორიაზე პრაქტიკულად აღარსად აღარ არის დარჩენილი და მეორე, რომ ქართული ტყე არის განადგურების პირას. ალბათ არც ერთი არ არის სიმართლე. იცით რა, პირველ მოსაზრებას ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რომ იმდენი ტყეა, რომ არცაც სხვაგან ასე არ არის. საქართველოს ტერიტორია, როგორც ვამბობთ, 40% დაფარულია ტყის მასივებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ერთადერთი ტერიტორია, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ასეთი რაოდენობის ტყე გვხვდება. იგივე გერმანიაში ცოტა ხნის წინ ოფიციალური ვიზიტით გახდით გერმანიაში, იქაც ანალოგიური მდგომარეობაა, შეიძლება ცოტა უფრო მეტიც, მთლიან ფართობზე რომ ვთქვათ, არის ქვეყნები, შეხვედრა მქონდა სხვა თემასთან დაკავშირებით, მაგრამ დღესაც შევეხეთ, ვთქვათ, კოსტა-რიკა, ვთქვათ, რაღაცა იქით ლათინო ამერიკის ქვეყნები, სადაც 50%-მდე ავიდნენ ტყის ფართობის თვალსაზრისით. ანუ ის, რომ საქართველოს ცივილური ქვეყნებიდან ერთადერთია, სადაც ტყე ამდენია, ანუ ეს ნამდვილად არ არის სწორი. ეს 40% არის, ვთქვათ, ბოლო სტატისტიკური მონაცემი, ახალი შეფასებაა. ესეც ძალიან რთული სათქმელია, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია ვიძახით, რომ ტყის საქართველოს ტერიტორიის 40% ტყით არის დაფარული. მაგრამ გამომდინარე იმ რეალობიდან, რომ 20 წელიწადზე მეტია არ ჩატარებულა ტყეების ინვენტარიზაცია, რთულია ამის თქმა, ეს ნამდვილად შეეფერება კი სინამდვილეს ამ, ვთქვათ, იგივე ისტორიულ მონაცემებზე, სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით ვამბობთ, შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ მეტი ახალი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, რომ საქართველოში ტყეების დაახლოებით 15% არის ხელუხლებელი ტყეები, ეს ძირითადად მაღალმთიან რეგიონებზეა საუბარი, რაჭა, სვანეთი. მაგრამ ისევ გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებში საერთოდ არ ჩატარებულა კვლევები ამ მიმართულებით, ესეთი დაზუსტებით და 100%-იანი სიზუსტით ამის თქმა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ანუ პირველი ეტაპი მაინც არის არსებული ტყის შესწავლა, ხო? იგეგმება თუ არა? ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ პირველ რიგში თუ
არ იცი რა რესურს ფლობ, რა ღირებულების არის, რა ფუნქციური დანიშნულების არის ეს ტყეები, შეუძლებელია რომ დაგეგმო რაღაც ესეთი გონივრული ღონისძიებები და ან რაღაცა მოდელი ტყის მართვის შეიმუშავო ისე თუ არ იცი რას ფლობ. გასარკვევია რა რესურსი აქვს ჩვენ ტყეს. შეიძლება კი რომ რაღაცა ეკონომიკური თვალსაზრისით იყოს, აქვს რამე კომერციული მნიშვნელობა ჩვენ ტყეებს, თუ მხოლოდ დაცვითი ფუნქციები აქვს, თუ რეკრეაციული, თუ რაღაცა ისეთი ტყე გვაქვს, რომელსაც საერთოდ არ უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ მდენად მნიშვნელოვანია ხელუხლებლობის თვალსაზრისით. ანუ ამ ყველაფერს შესწავლა ჭირდება ნამდვილად სხვანაირად და ამის მინდა გითხრათ, რომ არსებობს ესეთი ტერმინი, თქვა ტყის განვითარების პოლიტიკა. განვითარება ცოტა რთული სიტყვაა, როდესაც ტყეზე ვსაუბრობთ, მაინც ველურ ბუნებაზეა ლაპარაკი, განვითარება არ უხდება, მაგრამ მდგრადი განვითარება მით უმეტეს ცოტა არეულობას იწვევს ახლა წმინდა ტერმინოლოგია. ეს ტერმინი იწვევს ხოლმე ხშირად ცოტა გაუგებრობას. აქვს ეს რაღაც სტრატეგია, პროგრამა, სამოქმედო გეგმა. არსებობს რამე მსგავსი დოკუმენტი ქვეყანაში. მე ვიცი რომ ტყეების უბოლო მომენტამდე იყო და ეხლაც არის ალბათ ჯერ კიდევ ენერგეტიკის სამინისტროს სამფლობელოში, ესე ვთქვა, თუმცა იცვლება ეს კანონმდებლობა თანდათან ისევ გადმოვა ალბათ თქვენი უწყების. ეს სავარაუდოდ იცით რომ პარლამენტში მიმდინარეობს განხილვები ამასთან დაკავშირებით და ჩვენი გათვლებით სადღაც მაისის შუა რიცხვებიდან მოხდება რომ გადმოვა გარემოსდაცვის სამინისტროში და შესაბამისად სამინისტრო დაიწყებს გარემოსდაცვის სამინისტრო დაიწყებს ტყის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიების გატარებას. რაც შეეხება იმას არსებობს თუ არა, რასაკვირველია არანაირი პოლიტიკური დოკუმენტი ტყეების მართვასთან დაკავშირებით არ არსებობდა. შესაბამისად მიდგომა რომ რა გვინდა ამ ტყეებისგან ძალიან ისეთი ბუნდოვანი იყო. ძირითადად ის ღონისძიებები და ის ქმედებები რაც იყო ტყესთან მიმართებაში გატარებული და ის რეფორმები ვთქვათ რომელიც ბოლო 10 წლის მანძილზე ტარდებოდა იყო რაღაც ფისკალურ ეფექტზე და შედეგზე ორიენტირებული და ეს მოკლევადიანი იყო. გულისხმობ ტყესარგებლობის ლიცენზიების გაცემას, რაც ნიშნავს რომ იყიდა ლიცენზიას ვთქვათ ადამიანი და ამ ლიცენზიების შემდეგ მოსაგრებელს იხდიდა კიდევ რაღაცა სარგებელი მოჰქონდა ამას ბიუჯეტისთვის. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ჯერ ესეთი არ იცი და არ იყო მაშინაც ინვენტარიზაცია რა რესურსს აძლევ, შემდეგ მაკონტროლებელი მექანიზმები იყო ძალიან სუსტი და ვერ უწევს შესაბამის კონტროლს, რომ რამდენად ისე ხდება იმ ტყის მოხმარება, როგორც უნდა ხდებოდეს. ამ მხრივ ძალიან ბევრი კითხვაა ლიცენზიან ამ საკითხების გამო ბევრი ქართული ტყეები გაიყიდა და ტყეები იყიდეს ჩინელება. ხშირად მოისმენ ესეთ რაღაცას. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ტყეების გაყიდვა ამ შემთხვევაში? არა, ტყეების გაყიდვა ცოტა ისეთი ნათქვამია. მან გულისხმება სწორედ ეს გრძელვადიანი ტყისარგებლობის ლიცენზიის მიღება ამა თუ იმ კომპანიის მიერ. ამ კომპანიებიდან ზოგი ჩინურია, ზოგი იტალიურია, ზოგი ქართულია. რა რაოდენობის ტყეზეა საუბარი? დაახლოებით 10%-ზე საქართველოს ტყეების 10% არის სხვადასხვა ვადის ლიცენზიით გაცემული. ეს არის 20 წლიანი, 5 წლიანი, 10 წლიანი ასეთი ვადები არის გაცემული. მაგრამ მაინც მინდა გამიმეოროთ, არანაირი კონტროლი არ მიდის იქ ჭრაზე, რამდენად იცავენ ისინი ლიცენზიის პირობებს, როგორ მიმდინარეობს. რამდენადაც მე ვიცი, მე არა ვარ მე ტყევი რა თქმა უნდა, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, იმის პარალელურად, როდესაც მიდის ჭრა, იქ უნდა მიდიოდეს რაღაც აღდგენითი სამუშაოები და ჯერ ერთი ჭრაც უნდა მიდიოდეს რაღაც შერჩევითი წესები და არსებობს ამის რაღაც კაფეო სტანდარტები. კი, რა თქმა უნდა, საერთოდ როცა გაიცემა ლიცენზია, თითოეულ ლიცენზიას აქვს თავისი პირობები, რა პირობებით უნდა ხდებოდეს ხე-ტყის მოჭრა. იქ და ვთქვათ, რას უნდა აკეთებდეს იქ აღდგენითი სამუშაოებია თუ ჯერ გეგმა უნდა იყოს შეთანხმებული სამინისტროსთან რაღაც ეს ყველაფერი არის. მაგრამ თუ რამდენად კეთდება ეს პრინციპში ძალიან ისეთი ბუნდოვანი საკითხია, გამომდინარე იქიდან რომ რასაც აღნიშნე რომ მაკონტროლებელი მექანიზმი იყო ძალიან სუსტი. შეიძლება თუ კი გაჩნდება ესეთი მაკონტროლებელი მექანიზმი, დარღვევის შემთხვევაში თქვათ შეუჩერდეთ ლიცენზიები, არის ეს ჩადებული თქვათ ამ დოკუმენტებში. კანონით იქ არის რაღაცა ვადები ეძლებათ და შემდეგ თქვათ თუ რაღაცა ესეთია მომხდარი იქ ხდება ზიანის დათვლა, გარემოზე მიყენებული ზიანის დათვლა და შემდეგ ჯარიმების გადახდა და რაღაცა პროცედურები არის შემდეგადაც რა თქმა უნდა კანონის შესაბამისად შესაძლებელია ამის შეჩერება. კომისიური წესით მოხდა მხოლოდ რამდენიმე ლიცენზიანტის შემოწმება ნოემბრიდან მოყოლებული, თუმცა ეს არ არის საკმარისი და რასაკვირველია, როდესაც იცით რომ ამ ცვლილებების შედეგად გარემოსდაცვის სამინისტროში იგეგმება ასევე ზედამხედველობის სამსახურის შექმნა, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება სწორედ ლიცენზიის მფლობელების
ლიცენზიის პირობების შემოწმება როგორც წყლებთან, ასევე სხვა ბუნებრივი გარემოს დაცვის ინსპექცია არსებობდა და არსებობს ალბათ ეხლაც ესეთი დანაყოფი, თუმცა რაღაც პრობლემებია რამდენთაც ვიცი. დიახ, ასეთი დანაყოფი როგორც ესეთი აღარ არსებობს, ეს გაუქმდა 2011 წელს. რაღაც ესე ვთქვათ რუდიმენტულ სახეს დავარქმევდი, რაღაც ნაარჩენების სახით არის შემორჩენილი როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში, ასევე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში. ეს თან რაღაც დონეზე ერთი და იგივე საქმეც ევალებათ, მაგრამ თან რომ შეაჯამო თუ როგორ თქვა, შეაერთო მათი ძალები, ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადეკვატურად ხდებოდეს კონტროლი, ამიტომ ამ ყველაფერს სჭირდება ნამდვილად ახალი სტრუქტურა. დიახ, როდესაც საუბრობ ზედამხედველობის სამსახურზე, ეს ფაქტიურად შინაარსობრივად რაღაცა მცირე ცვლილებებით უფრო დახვეწილი, იმიტომ რომ ის გამოცდილება არსებობდა, ხარვეზები რაც იყო თქვა ცნობილია და რაღაც ცოტა უფრო დახვეწილი სახით გვინდა შექმნათ. თუმცა მინდა ვთქვა ისიც, რომ ეს სისტემას თანდათანობით აღდგენას და გაძლიერებას მოითხოვს მომავალში, იმიტომ რომ ძალიან ამბიციური ვიქნები და ალბათ რაღაცეთი ხმამაღალი დაპირება გამომივა, რომ გითხრათ, რომ როგორც კი შეიქმნება ეს ზედამხედველობის სამსახური, ნუ მაშინვე ყველა პრობლემას ეს იქნება ბრაკონიერობა, თუ ვთქვათ, საწარმოების შემოწმება ესეთი მაღალი დონით მოხდება, მაგრამ ეს იქნება ძალიან კარგი დასაწყისი და ჩვენ გვაქვს რიგი ღონისძიებები უკვე დაგეგმილი, თუ როგორ უნდა მოხდეს გაძლიერება ამ ერთეულის და იმასაც ვიტყვი, რომ ეს არ ვფიქრობ, თუ რაღაცა 5 წელი დასჭირდება ამას, ეს რაღაც ესეთ დიდ დროზე გათვლილიც არ გვაქვს. უბრალოდ მე ვსაუბრობ, რომ თანდათანობით მოხდება ამ სამსახურის გაძლიერება. ხალხო, მინდა კითხოთ აღდგენაზე წმინდა ადამიანური რესურსების გამოყენებით. ხო, ტყის საერთაშორისო დღე, როგორც წესი, ამას აღნიშნავთ ხოლმე რაღაც ხეების დარღვევა და ასე შემდეგ. რამდენად ჯერთ თუ ვაპირებთ ამას და მე რამდენად სერიოზულია ასეთი ტიპის სამუშაოები, რამდენად მოაქვს შედეგი კამპანიებს გულისხმობთ, როდესაც აქციების სახე როცა იცით რა არის, გააჩნია როგორ მივუდგებით საკითხს. თუ ვთქვათ ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ტელევიზორში გამოჩნდეთ და რაღაც გავაკეთეთ, რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ მე ნამდვილად ვიცი, იყო შემთხვევები, როდესაც ასე დაირგო ხეები, იმასაც გეტყვით, რომ საერთოდ როდესაც ენერგი ირგვება, ეს უნდა იყოს 2-3 წლიანი, რომელიც არის ძალიან პატარა, მაგრამ იმიტომ რომ ტელევიზორში გამოჩენილი იყო და ეს რა ენერგია, ამიტომ 6-7 წლიანი ენერგები ჩაარგვევინეს და შესაბამისად ის არ ხარობს. ამიტომ თუ ვთქვათ ამისთვის ვაკეთებთ, რა თქმა უნდა შედეგი არ ექნება. ამ დღესთან დაკავშირებით გეტყვით იმას და თქვათ საზოგადოებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს, რომ ჩვენ ვაპირებთ ესეთი აქციის, პროკამპანიური სახის აქციის გაკეთებას 24 მარტიდან, კვირიდან კახეთის რეგიონში ვიწყებთ. სლოგანი ამ აქციის იქნება დარგეშენი მომავალი და მაშინ აქვე ვისარგებლებ შემთხვევით, აი ეს არის თქვათ ის წესები, როგორც უნდა დარგო და როგორ უნდა მოუარო შემდეგ, აი ამასაც თუ ეს არის ჩვენი ესეც თქვენ საჩუქრად და ამ აქციაში ჩვენ ჩართულები ყავს, ანუ გათვლა გავაკეთეთ სკოლებზე, თელავის უნივერსიტეტზე, ანუ ისეთ ადგილებზე, სადაც ხეებს ეყოლებათ პატრონი. რომ არ მოხდეს ისე, რომ ჩაირგო ხე და შემდეგ მას პატრონი აღარ ყავს, იმას უნდა მოწყვა რაღაცა პერიოდულობით, სხვადასხვა სახის მოვლით სამუშაოები, რასაც აი სწორედ ამაშიც ნახავთ ინფორმაციას. ამიტომ ასეთი ფორმით მე ვთვლი, რომ ეს შედეგის მომტანი იქნება. ძალიან დიდი მადლობა ხალხო, წარმატებას გისურვებთ, იმედია რომ 40% მაინც ექნება ტყეების მასივის საქართველოში, დაგვრჩება ხელუხლებელი ტყეები, შევინარჩუნებთ მათ და ну თქვათ ჰიდროელექტროენერგია საჭიროა, მაგრამ ტყეებიც საჭიროა. ხეები მithumetes ზომიერად ყველაფერი საჭიროა. ხათუნა გოგალაძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი იყო მადრესის სტუმარი, გადაცემის შემდეგ ნაწილში კიდევ ერთი საერთაშორისო დღის შესახებ. ამჯერად საქმე დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხება. ლია ტაბატაძე ორგანიზაცია ჩვენი ბავშვების წარმომადგენელი მატრიცაში რეკლამის შემდეგ. ადამიანის უმეტესობას თითოეულ უჯრედში 23 წყვილი, ანუ 46 ქრომოსომა აქვს, თუმცა საშუალოდ ყოველი 800 ახალდაბადებულიდან ერთისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო ეს რიცხვი 47-ში აღწევს. სამედიცინო ენაზე ამგვარ განსხვავებას დაუნის სინდრომი ეწოდება. სტატისტიკური მონაცემები პრაქტიკულად ყველა ქვეყნისათვის იდენტურია, მაგრამ საქართველოში ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, როგორც წესი, იშვიათად სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რითაც სინდრომის არ მქონე ადამიანები. მატრიცაში ორგანიზაცია ჩვენი ბავშვების წარმომადგენელი ლია ტაბატაძე.
Საღამოშობისელია დიდი მადლობა მოსვისთვის. Ვფიქრობ, რომ შეცდომა არ დამიშვია, რაც თქვი ამ სტატისტიკაზე და ამასთან დაკავშირებით. რამდენადაც მესმის მიზეზები ამ განსხვავების ამ სინდრომის მიზეზები არ არის. დღემდე დაუდგენელია, ანუ მედიცინამ ზუსტად არ იცის, რატო არის საერთოდ ეს 57 ქრომოსომით რატო იბადება ადამიანი, არის ესეთი მითები, რომ დედის ასაკის გამო არის, მაგრამ რეალურად სტატისტიკურად 35 წლის ქვემოთ უფრო ბევრი იბადება, ანუ 35 წლის ქვემოთ მშობელს უფრო მეც ყავს, ვიდრე უფრო ზემოთ. არის ეს გენეტიკური? ეს გენეტიკური, ანუ მემკვიდრეობით არ გადადის, არც გადამდები და არ არის და ეს არ არის დაავადება, საერთოდ ეს არის გენეტიკური ცვლილება და ანუ ეს შეიძლება ნებისმიერ ოჯახში დაიბადოს ეს ადამიანი განურჩევლად რასისა, კანის ფერისა და ასე შემდეგ. და ესეთი სტატისტიკაა მსოფლიოში, რომ 800 ბავშვი ერთი იბადება და სამწუხაროდ საქართველოში არ აქვს ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ბავშვი შეიძლება იყოს, რამდენი ადამიანი, არ ვიცით კი. არ აქვს ამ სტატისტიკა, ეს იმიტომ არის, რომ რიგ შემთხვევაში თქვათ ოჯახები მალავენ, რო ყავთ ხშირ შემთხვევაში ტოვებენ ინსტიტუციებში, ამაში ძალიან რამდენადაც მე მესმის ის რომ ეს არ აღიქმება დაავადებად, ეს არის თქვათ ესეთია ესეთი დაიბადა, საქართველოში ალბათ ეს რაღაც საბჭოთა კავშირის გადმონაშთია, რომ მაინც გამოიყენება დაუნის დაავადება ტერმინი და არა დაუნის. ეს არ არის არც დაუნიზმი, არ არის ეს დაავადება, ეს ადამიანები არიან დაუნის სინდრომის მქონე. საქართველოში თუ არის უკვე ცვლილება ამ თვალსაჩინო თუ ჯერჯერობით მაინც დაავადება აღიქმება მაინც დაავადება და სწორედ ამას უკავშირდება ჩვენი ეს აქტივობები, რაც დღეს იყო დაგეგმილი და რაც გავაკეთეთ, იმისთვის რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია თუ რა არის დაუნის სინდრომი. ჩვენ დილიდან მქონდა მსვლელობა, აქცია მქონდა რუსთავის მეტროსთან შევიკრიბეთ მოხალისეები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, ეთლით მოსარგებლეებით, გვეხმარებოდნენ ძალიან, ასევე საჯარო სკოლის ბავშვები იყვნენ ჩართულები, ლიდერთა კლუბები აქვთ მათ და ერთ-ერთი სკოლა მახსოვს 191 ბოდიშს ვიხდი, რომ სხვა სკოლებს ვეღარ დავიმახსოვრე და ძალიან დაგვეხმარდნენ ეს ბავშვები და მე ძალიან მიხარია, რომ მომავალ თაობაში არის ის მუხტი, ის განწყობა, რომ თავიდან ბოლომდე დღეს გვერდზე გვედგა და 3000 ფლაერი დაგვარიგებინეს. რა არის ესეთი ფუნდამენტური განსხვავება დაუნის სინდრომის მქონე და არა მქონე ადამიანში? ეხლა მოგახსენებთ, ანუ ფუნდამენტური განსხვავება რა არის? რომ თქვათ ჩვეულებრივ ადამიანთა შედარებით მათ განვითარების თავიანთი ეტაპები აქვთ, ანუ ოდნავ ჩამორჩებიან ჩვეულებრივი ადამიანის განვითარების ეტაპებს. მაგრამ თუ ოჯახი მათ შეუწყობს ხელს, მიიღებენ ისეთებს, როგორებიც არიან, იქნებიან გახსნილები საზოგადოების მიმართ, არ დამალავენ შვილებს, ექნებათ საშუალება იარონ საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ჩართულები იყვნენ სპორტულ ცხოვრებაში, რისი მაგალითებიც გვაქვს დანარჩენ სოფლიოში და საბედნიეროდ საქართველოშიც არის უკვე ეს შედეგები, რომ ოჯახებში იზრდებიან, დადიან ბაღებში, სკოლებში ჩვენი ბავშვები და ნამდვილად გვაქვს შედეგები. ჩვეულებრივ ვითარდებიან უბრალოდ სხვა ბავშვზე ოდნავ გვიან, მაგრამ თუ დავეხმარებით, შეიძლება აბსოლუტურად ადეკვატურად განვითარდეს ისე როგორც სხვა ბავშვები. ანუ მათ არ აქვს პრობლემები, თქვათ, წერა-კითხვის, განათლების მიღების არ აქვს პრობლემები, თუ კი შევუწყობთ ხელს. ნამდვილად არ აქვს. უბრალოდ განსაკუთრებულ სწორედ ჩვენი წიგნებიც მაგას ეძღვნება, ქართულად ითარგმნა, ანუ კავშირმა ჩვენმა ბავშვებმა გააკეთა ეს პროექტი, ანუ ჩვენმა კავშირმა და დღეს გქონდა სწორედ დავამტვიეთ დღევანდელ დღეს ეს პრეზენტაციები. ჩვენ დღე ამ პროექტის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა და ღია საზოგადოება საქართველოს, რომელიც ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარი დაუჭირა ამ წიგნების ქართულ ენაზე თარგმნას, მსხვილი მოტორული უნარჩვევები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში, ეს ჩემი შვილი გახლავთ და აქ არის, ანუ ეტაპობრივად თქვათ, დედისთვის არის უნიკალური წიგნი და ძალიან აუცილებელი. რამდენად ხელმისაწვდომია ყველასთვის, როდესაც არ აქვს სტატისტიკა, რამდენი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი ყავს ქვეყანაში, რამდენი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი ყავს ქვეყანაში, როგორ ახერხებთ ამ წიგნს? როგორ ვახერხებთ? ასევე ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელსაც არის ერთ-ერთი მშობელი, მას აქვს ასევე მეორე ორგანიზაცია, საქართველოს სპორტის ასოციაცია, სადაც მიმდინარეობს ადრეული განვითარების პროგრამა, 0-დან 7 წლამდე ბავშვები არიან ჩართულები და იქ მოყავთ ხოლმე ბავშვები, ანუ პედიატრებს აქვთ ეს ინფორმაცია, სამშობიაროებსაც აქვთ ინფორმაცია ჩვენი გენეტიკოსებსაც და ამის ამართებენ ხოლმე, ანუ სად უნდა მიიყვანონ ბავშვები და ძირითადად თუ მშობელი არის დაინტერესებული, რომ მისი შვილი კარგად განვითარდეს, ეს ინფორმაცია ყველთვის გახსნილია და ეს წიგნიც შესაბამისად ხელმისაწვდომი იქნება მათთვის. ეს არის უფასო წიგნები. ანუ ამას არ ვყიდით, ჩვეულებრივ დედას მივცემთ საჩუქრად, დაინტერესებულ სპეციალისტს მივცემთ საჩუქრად, ვინც გამოიყენებს ამ წიგნებს.
და ამიტომ პროვინცია არის ერთი პრობლემა, არც კი ვიცი როგორ თქვა, მაგრამ დაუნის სინდრომის გამოვლენა ხდება ძალიან ნაყოფის განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზე და შესაბამისად არის დღევანდელი ორსულობის დროს ხდება გამოვლენა. ჩემ შემთხვევაში მაგალითად არ მოხდა გამოვლენა, მაგრამ რომ მოხდარიყო, მაინც დაიბადებოდა ჩემი შვილი და ხშირად შეწყვეტა ხდება და ამაში მედიცინის ბრალიც არის, ანუ ურჩევენ მშობელს. გვაქვს საქართველოში ასეთი შემთხვევები არის ცნობილი. არის შემთხვევები, კი სამწუხაროდ არის ესეთი შემთხვევები და ვურჩევ ყველა დედას და მომავალ დედას, რომ ეს არ გააკეთონ და ძალიან ბევრ სიხარულს და ბედნიერებას მოუტანთ მათ თავიანთი შვილები. თუ არის პრობლემები და რამდენადაც მოხდები არის პრობლემები დაუნის სინდრომი მქონე ბავშვების თქვა სასწავლო დაწესებულებებში მიყვანასთან დაკავშირებით. თუ არანაირი პრობლემა გვექნება თუ არა პრობლემა. ადრე იყო პრობლემა, ნამდვილად იყო პრობლემა, იმიტომ რომ სკოლებში ფაქტობრივად არ არსებობდა ინკლუზიური განათლება და რამდენიმე წელია სულ რაც დაიწყო ეს ინკლუზიური განათლება. ხო, რეალურად 10 სკოლა, მაგრამ ესეთი პროექტია ინკლუზიური განათლების, რომ ნებისმიერმა სკოლამ უნდა მიიღოს ეს ბავშვები, მაგრამ პირობები არ არის ყველა სკოლაში სამისად შექმნილი, ანუ ამას სპეცპედაგოგი ჭირდება, ადაპტირებული გარემო, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის რაც უნდა იცოდეს პედაგოგმა და ამიტომ ეს 10 სკოლა არის გამორჩეული სკოლები, სადაც ეს იციან და არიან სპეციალისტები. თუმცა რეგიონებში პრაქტიკულად რეგიონებში ძალიან ცუდად არის მდგომარეობა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე ოჯახების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში მალავენ ოჯახებში და მე ყველა ოჯახს ურჩევ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დამალოთ. გამოკეტილი ბავშვი სახლში, რომელიც ნებისმიერი ბავშვი ხო, ვერ განვითარდება შესაბამისად და საზოგადოებაში არ იქნება ინტეგრირებული. ამიტომ ხელი უნდა შეუწყოს პირველ რიგში ოჯახმა. ეს არ არის სირცხვილი. მე მეამაყება, რომ შვილის დედა ვარ და ხელს უწყობ მას, რომ ინტეგრირებული იყოს საზოგადოებაში. არსებობს თუ არა რაღაც სპეციალიზებული ცენტრები, სადაც შეიძლება მოვიყვანონ ბავშვები, სადაც თქვა გაართობენ არიან პედაგოგები. აი სწორედ მაგ ცენტრზე ვამბობდი, ანუ ჩვენთან არის ეს ილიას უნივერსიტეტში არის საქართველოს სპორტიჯის ასოციაცია, 0-დან 7 წლამდე ბავშვების ადრეული განვითარების პროგრამა, იქ 7 წლამდე ბავშვებს ეხმარებიან ოჯახებს, როგორ უნდა დედამ თქვა, როგორ უნდა ეთამაშოს მიზანმიმართულად, რომ რა გარკვეული უნარჩვევები ასწავლონ ამ ბავშვებს. ტრენერი მოდის კვირაში ერთხელ სახლში და კვირაში ერთხელ ჩვენ დაყავს, საბავშვო ბაღების ტიპის არის და იქ თამაშობენ, უბრალოდ შემეცნებითი თამაშებია და ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად ვითარდებიან და ემზადებიან სასკოლო განვითარებისთვის, ანუ ამიტოა 7 წლამდე, რომ ამის მერე უკვე სკოლაში მიდის და პარალელურად ბაღშიც იწყებენ სიარულს. თუ არის ამ ტიპის თქვა სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც გეხმარებათ? სამწუხაროდ სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს შემთხვევაში, ან დაუნის სინდრომის შემთხვევაში არანაირი დახმარება არ არის, როგორც ასეთი. ჯანდაცვის სამინისტროს საერთოდ სიიდან აქვს ამოღებული დაუნის სინდრომი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობა და სტატუსაც არ ანიჭებენ 3 წლამდე და 3 წლის შემდეგ 6 თვიანი დაკვირვება მიმდინარეობს საბჭოს მხრიდან, რომ თქვათ ამ ბავშვს რაღაც ფსიქიკური აშლილობა თუ აქვს თუ არა, ადეკვატური ქცევები აქვს, მაგ შემთხვევაში აძლევენ სტატუსს. იქნება კარგიც არის, რომ არა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ, რომ ეს არ არის დაავადება. არ არის, ნამდვილად არ არის და არ ჭირდება თქვათ ეს სტატუსი კიდე რაღაც ცუდად აღიქმება, ხო? მაგრამ სჭირდებათ რა, რომ ამათ სჭირდებათ სამედიცინო მეთვალყურეობა განსაკუთრებული, თქვათ ჩემი შვილი მაგალითად აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა, არ ქონდა გულის მანკი და არანაირი პათოლოგია თანდაყოლილი, მაგრამ არის რაღაც რისკები პროცენტული და როდესაც თქვათ ესეთი ბავშვი ებადება, თან გულის მანკი აქვს, თან რაღაცა პათოლოგიები, აუცილებლად ჭირდება ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხებთან არის ეს დაკავშირებული და სჭირდებათ ასევე ეტაპობრივად გამოკვლევა, თქვათ სმენაზე, თვალზე, ფარისებრ ჯირკვალზე და რომ რისკები აღმოიფხვრას, რომ დროულად მოხდეს თქვათ ჩარევა და ამ ყველაფერს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დაზღვევა მაინც რაღაცა განსაკუთრებული და ოჯახს გვერდზე დგომა. თორე რეალურად არიან ჩვეულებრივი ადამიანები ნამდვილად რა არაფრისგან და არავისგან განსხვავებულები. ძალიან დიდი მადლობა ლია, წარმატებას ვისურვებთ თქვენს, თქვენ შვილს, ყველა თქვენი, ავიცი, კლუბის წევრს, მოდი ეს ტემის გამოვიყვანოთ. კი, ჩვენ მშობელთა კლუბიც გვაქვს ესეთ ცალკე აქტიური მშობელთა კლუბი და ეხლა ვგეგმავთ ამ პროექტის პარკლებში ასევე ვორქშოპების გაკეთებას, რომ შევძლოთ ჩვენი შვილების უფლებების დაცვა. რეგიონებში ზიაროთ, რადგან რეგიონები მაინც მოკლებული არიან ინფორმაციით, ისაც თქვით, უბრალოდ ბოდიშვიხტი, მაგრამ აი ამაზრზენად ჟღერს, რომ ადამიანები მალავენ უბრალოდ და თქვა. რა თქმა უნდა, მე მოუწოდებ ყველა ოჯახს, რომ არ დამალონ ეს ბავშვები და გამოიყვანონ საზოგადოებაში და იქნებიან აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები. ძალიან დიდი მადლობა ლია. როგორც გითხარით, დღეს მატრიცა შეზღუდული ფორმატით გადის დაახლოებით 3-4 წუთში, შეიძლება ესე ითქვას, საქართველოს პარლამენტში შედგება კენჭისყრა კონსტიტუციურ
ცვლილებებთან დაკავშირებით და ჩვენთვის გასაგებია რომ დღის მთავარი პოლიტიკური თემა დღის მთავარი პოლიტიკური მოვლენა ამჯერად ქუთაისში ვითარდება შესაბამისად მე გემშვიდობებით ორშაბათ არა ხვალამდე პარასკევი ხვალამდე კარგად გზადებოდეთ